რადიო მედიის პირდაპირ ეთერში განვაგრძობთ მუშაობას და სტუდიაში ჩვენ ანსამბლ რუსთავის სამხედრო ხელმძღვანელს ბატონ მიშო ჯავახიშვილს მასპინძლობთ. გამარჯობა მიშო. მოგესალმებით. თქვენთან ერთადაც განვაგრძობთ საუბრებს პატრიარქზე. დღეს თქვენს მასპინძლობამდე პირდაპირ ეთერში ჩვენ ბატონ გია ბაღაშვილთან მქონდა სატელეფონო საუბარი და მანაც ხაზი გაუსვა და ყურადღება გავამახვილეთ ქართული საგალობლების მიმართ პატრიარქის ღვაწლზე და დღეს ტელეიმედის ეთერში ამ თემაზე მისი ინტერვიუც იყო პატრიარქთან და მთელი გადაცემაც. მესმის რომ მხოლოდ საგალობელი არ იყო ის ან საგალობელი შეიძლება იყოს ძირითადი რამაც ხელი შეუწყო თქვენ სტაზარში მისვლას და შემდეგ პატრიარქთან კომუნიკაცია ყოფიდიდან დაწყებული აი ამ თვალსაზრისით მრავალი მიმართულებით იყო, მაგრამ თუ შეგიძლიათ დიალოგის დასაწყისში გაიხსენოთ თქვენი პირველად ტაძარში მისვლა და პატრიარქთან შეხების პირველი შემთხვევა თუ წუთები მასთან ურთიერთობისა. პირველ რიგში უსამძიმრებ თელ ჩვენს ერს ქვეყანას მართლმადიდებელ სამყაროს ეს არის ძალიან ძიმე რეალობა, რომელიც დადგა, მაგრამ ჩვენ ხედავთ რამხელა ძალა აქვს პატრიარქს. როგორი დიდია მისი სახელი, როგორი დიდია მისი ისტორია, რომელიც აი ეს რაღაცნაირად ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ერს ეფინება და იცავს და რა თქმა უნდა ეს არის უფლის წყალობა ჩვენ ერზე და ქვეყანაზე, რომ საქართველოს გამოუჩინა ასეთი პატრიარქი. ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა თავის შეფასება, აზრი და აფიქსირა გაიხსენა პატრიარქი. მე ბედნიერი ვარ, რომ მომიწია სტუდენტობის ასაკამდე ურთიერთობა პატრიარქთან, ჩემ მეგობრებთან ერთად. 2000-იანების დასაწყისში. ეს არის 2000-იანების დასაწყისი, თუმცა უნდა ცოტა დავბრუნდე უკან და გავიხსენო 1997-18 წლები, როცა 22-ე მუსიკალურში ბატონი აზური რქომაიშვილი, ბატონი თამაზ ანტღულაძე მოვიდნენ და გითხრეს, რომ ჩვენ ბიჭებო, ეს არის ანსამბლი ბიჭები, რომელიც მანამდე ქართულ ხალხურ სიმღერას ასრულებდა და ასე იყო ცნობილი, ბიჭებო, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართული ტრადიციული საგალობლები და გამოვცეთ კომპაქტ დისკი, რომელიც იქნება ერთადერთი კომპაქტ დისკი ბიჭუნების შესრულებით, ანუ ჩანაწერები. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა. შეიკრიბა დაახლოებით 25-მდე საგალობელი დასავლეთის და აღმოსავლეთის სკოლების უნიკალური საგალობლები, რომლის ხელნაწერებიც არსებობდა, რა თქმა უნდა, ასევე არსებობდა ჩანაწერები ჩვენი წინაპრების შესრულებით და დავიწყეთ პატარა ბიჭებმა ამ უნიკალურ განცთან ურთიერთობა. მე პირადად მანამდე არ მქონდა გამოცდილება გალობასთან ურთიერთობის. მარტო ქართული ხალხური სიმღერის ასეთი ჰქონდა განსაკუთრებული სიყვარული და მახსოვს პირველივე რეპეტიციის მერე რაღაცნაირად არ ვიცი ეს იმოქმედა აღმოჩენა თურმე ქართულ ხალხურ სიმღერასთან ერთად არსებობს სასულიერო მუსიკა ქართული, რომელიც არის რაღაც საოცრება, უნიკალური. თავისი ჰარმონიით მერე უკვე აკვირდები იმ პირველი იყო მუსიკალური მხარე, რომელიც რაღაცნაირად მონოსხულს გტოვებს. მერე უკვე ტექსტს უკვირდები, ხო? და მივხვდით, რომ ეს იყო ძალიან დიდი განძი, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებული იყო ხალხური სიმღერისგანაც და ჭირდებოდა განსაკუთრებული მოვლა ამ ყველაფერს. და მე მახსოვს, როცა ამ საგალობლებზე მუშაობის დროს, ჩაწერის დროს და ვიმუშავეთ დიდი ხანი და მერე ეს არის 2001 წელი, როცა ჩემი მეგობარი მეუბნება ჩემთან ერთად გვერდით მეჭდა სვიმონ ჩაჩანიძე, რომელიც მეუბნება, რომ თურმე სიონში შეიკრიბა ახალგაზრდების შემადგენლობა,
რომლებიც სწავლობენ ქართულ საგალობლებს და ხო არ წამოხვალ. ეს იყო შაბათი დღე მახსოვს. ისიც კი მახსოვს რა ნომერი მიკროავტობუსი მოვიდა 22 მუსიკალურთან ბახტრიონზე და როგორ მიგვიყვანა სიონში. მივედით სიონში, მოვხვდი ტაძარში და ნახე ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების. მრევლი, რომელიც იკრიბებოდა ლოცვის დაწყებამდე. ვაკვირდებოდი ყველას რაღაც თავისი ადგილი ქონდა, თავისი წესი, კომის. ზოგი ლოცულობდა, ზოგი ხათთან იყო, ზოგი სანთელი ეჭირა ხელში, ზოგი გარეთ იდგა და ელოდებოდა პატრიარქის მოგზაურობას და ასე შემდეგ. და ვიცოდი რომ საქართველოს პატრიარქი უნდა მოსულიყო და მას უნდა მისი მხრიდან უნდა აღვლენილიყო ლიტურგია და აი ჩვენც ესე ველოდებით გვერდით ამ მხრიდან შევედით და დავდექით ღვთისმშობლის ხატთან, სადაც ძალიან პატარა ადგილი იყო. კი ბატონო. და მახსოვს რომ დახვედრის საგალობელი უცებ გაჟღერდა, ხალხი გაირინდა და შემოგზანდა პატრიარქი. რომელმაც დალუცა მრევლი მაშინ არ იყო ეს მობილური ტელეფონები, ესე გადაღება ყველაფრის არ ხდებოდა ეს. საკურთხეველთან დადგა ამბიონზე, მოტრიალდა, დალუცა ყველა, შებრძანდა და დაიწყო ლიტურგია. ყველას თავისი მონაცვლეობა ჰქონდა, ყველა გულისხმობს შერეულ გუნდს, მამაკაცთა გუნდს და ახალგაზრდების გუნდს, რომელსაც მხოლოდ ბიჭები იყო. მე მახსოვს, როცა დასრულდა ლიტურგია, 50 თეთრი დაგვირიგეს ყველას. ჰონორარი? იქ მივხვდი რომ ეს რაღაცა განსაკუთრებული ამბავია და მახსოვს რომ გამოვედით ამ 50 თეთრით დაღლილი იყო მაინც გალობა ასე შემდეგ ზოგს შიოდა და შევედით ყველანი ვიყიდეთ თონის ფული და მახსოვსში ხო სიონისტი მახსოვს აი ეს სიტკბო და ის სიტფო რომელიც აი იქ იყო რა აი ამ ლიტურგიის პროცესთან, პატრიარქის მოსვლასთან, მე პატრიარქის წაბრძანებასთან ყველა როგორც ცდილობდა რომ უბრალოდ აი ხელი დაედო. და პატრიარქი როგორ ყველასთან მიდიოდა და ამის შესაძლებლობას აძლევდა რომ შეხებულიყო ამ შემთხვევაში. და თავად როგორ რეფერო. პირველივე დღეს რა თქმა უნდა ძალიან მოვინუცხე და მე მომიწია უკვე წირვაზე კვირა დღეს მისვლა. და მახსოვს, როცა წმინდა უღმერთოს შესრულების დროს ასეთი წესი ქონდა, სიონში, როცა საკურთხეველში ცირე შემადგენლობა შედიოდა, ეს რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ბედნიერება. და საკურთხეველში მოხვდი კვირა დღეს. და რეგენტმა, სიონ ჯანგულაშვილმა როგორ მომკიდა ხელი და მიმიყვანა პატრიარქთან და ესო ჩვენი ახალი გუნდის ახალი წევრიაო, პატრიარქმა დამლოცა და ისევ დავდექი. ვიგალობეთ ეს წმინდა უღმერთო და გამოვიდით. აი ეს იყო შაბათ კვირა, სადაც მე დავინახე რომ საქართველოს გალობას აქვს რაღაცა განსაკუთრებული ადგილი ქართველი ადამიანის ცხოვრებაში და საეკლესიო კულტურაში, მაგრამ ამ ყველაფერს იცავს ადამიანი, რომელიც არის პატრიარქი. და მასთან ერთად უკვე ის სასულიერო პირები ეს საგალობლები სრულდებოდა ის ზედმიწევნით. არანაირი სიჩქარე, ძალიან დიდი ყურადღება, მუსიკოსების ხონერთ ვაკვირდებით ამ შესრულების სტილს, მანერას, ბგერას, ნიუანსებს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა იქ. და გადავწყვიტე, რომ მე აქ უნდა დავჩენილიყავი, ჩემ მეგობრებთან ერთად. და მე დაიწყო ყოველდღიური რეპეტიციები საპატრიარქოში, დაიწყო როგორი სიახლოვე, აი წარმოიდგინეთ, რომ რეპეტიციაზე ზიხარ, მაშინ აღდგომა ახლოვდებოდა ამ პერიოდში და ძლის პირები დავიწყეთ საკმაოდ ძალიან რთული და საინტერესო მუსიკალური მხარე აქვს ამ ყველაფერს აღდგომის ლიტურგიაზე სრულდება და რეპეტიციის მსვლელობის დროს უცებ შეიძლებოდა შემოსულიყო პატრიარქის დივანი ან რომელიმე დედაო და ეთქვა რომ პატრიარქი გიხმობთ, გთხოვთ ამოდით დარმახლა და უცებ ავიდოდით ეს ბიჭები არაფერი არ ხდებოდა. არც არავინ იყო სტუმარი. შეუძლებლად უბრალოდ პატრიარქი ან თავის ტახტზე იჯდა, ან ჩვენ როიალთან გამლაგდებოდით
შემოგზანდებოდა პატრიარქი, შეიძლება ვინმე კონკრეტული სტუმარი იყოლოდა ამ მომენტში, ან ქართველი, ან უცხოელი. და უხაროდა ახალგაზრდებთან ყოფნა და გალობის მოსმენა. მე მახსოვს, როგორ იქმნებოდა პატრიარქის საგალობლებად წოდებული ამ შემთხვევაში მუსიკა. მე მახსოვს, როგორ ერთ მომენტსაც გავიხსენებ, ეს არის ერთ-ერთი რეპეტიცია საღამო, მივდივარ მესმის ბოლო ხმაზე საპატრიარქოს პირველ სართულზე, ბოლო ხმაზე, აწეული ჟღერს ფრედი მერკური, მონსერატ კაბალიე და ისმის ბარსელონა. უცებ ვერ მივხვდი. მოულოდნელი. ხო, იმ სივრცეში უცებ ვერ დავიჭირეს და მე ავედი სარეპეტიციო ოთახში და ერთი ოთახით ზევით იყო პატრიარქის სივრცე ამ შემთხვევაში დარბაზი და მართლა. მე რაღაცნაირად მომიწია აქეთან მხრიდან შეხედვა და ბოლო ხმაზე მართლა აწეული ეს მართლა არაჩვეულებრივი მუსიკა და მარტო პატრიარქი, რამდენიმე დედაო, რომელიც უბრალოდ ისმენს ამ ყველაფერს. მე ბევრჯერ მოხდა, რომ აი სპეციალურად ართვევინებთ. ცნობილია, რომ პატრიარქს ძალიან უყვარდა ოპერა, კლასიკური მუსიკა, მაგრამ საოპერო ჟანრი განსაკუთრებით უყვარდა და ყოველთვის რომელიმე ისეთ ჩანაწერს, უნიკალურ ჩანაწერს საოპერო ხელოვნებიდან ყოველთვის გვასმენინებდა ჩვენს სტუმრებსაც და ასე შემდეგ. ეს პერიოდები დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ თავად მას ძალიან სიამოვნებდა გალობლებთან ურთიერთობა, ადამიანებთან ურთიერთობა, დალოცვა. ეს არის თან პერიოდი, როცა ასე ვთქვათ, აღდგენა ხდება, მაგალითად, ბევრი ტრადიცია აღდგა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით და უშუალოდ მისი თაოსნობით, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 7 გზის ლოცვების ტრადიცია, რომელიც პატრიარქმა აღადგინა და დაამკვიდრა და დააფუძნა. წარმოიდგინეთ, ადამიანები, რომლებიც 7 გზის კონკრეტულ დროს ერთიანდებიან და ლოცულობენ. შეიძლება მე სახლში ვიყო ვიღაც სხვა სამსახურში, მაგრამ ვიცით, რომ ეს უნდა გავაკეთოთ და აი ამ ყველაფერს უყურებდი და გავიარეთ ჩვენმა თაობამ, უფროსმა თაობამ. მე მახსოვს სხვადასხვა ანსამბლების წევრები, ეს არის მართვე, ბიჭები, ბასიანი, შავნაბადა, კაპელა, უნივერსიტეტის გპ-ის კაპელას რო ცნობილი შემადგენლობა, ეს ბიჭები, რომლებიც იკრიბებოდნენ საპატრიარქოში და მაშინ პატრიარქმა თქვა, რომ ეს გუნდი უნდა გახდეს მრავალრიცხოვანი, ეს არის დღევანდელი კამერული გუნდი საპატრიარქოს პატრიარქის გალობლებს ასე მოხსენებდნენ ხოლმე. გუნდი, რომელსაც სვიმონ ჯანგულაშვილი და გიორგი დონაძე ხელმძღვანელობენ. სვიმონ ჯანგულაშვილი 98 წელს თუ სწორად მახსოვს მივიდა პატრიარქთან და მივიდა კონკრეტული ასე ვთქვათ გულის ტკივილით. და პატრიარქმა როგორ შეიფარა ის თავისთან მეგობრებთან ერთად და უთხრა, რომ ქართული გალობის გუნდი უნდა დავაარსოთ. ამ პერიოდშივე უკვე მიდის სამების ტაძრის, ასე ვთქვათ, შენებლობისთვის იდგმება ნაბიჯი. მაშინ იყო შემთხვევაში პაუზა, საზერკველი ჩაიყარა. სამში დაიწყო და მე და პირდაპირ თქვა, რომ ეს გუნდი, რომელიც აქ ჩამოყალიბდება და იქნება მრავალრიცხოვანი, გალობელ მომღერლ ბიჭებით, ეს გუნდი უნდა დადგეს სამების საპატრიარქო ტაძარში. მე მახსოვს კარგად სამების ტაძრის ჯვრის დადგმა, იქ აკუსტიკის შემოწმება, სადაც პატრიარქი თავად ესწრებოდა ამ ყველაფერს, ანზორ ერქომაიშვილი, სხვა მუსიკოსები. გალობდით და ვაფასებით აკუსტიკა როგორი იქნებოდა ამ შემთხვევაში. ეს პირველი ნაბიჯები სამების ტაძრის შეფასების, მისი დასრულების ასე შემდეგ. და ტაძრის მასშტაბებიდან გამომდინარე და წინასწარი შეგნებული დაგეგმარების შედეგია ის, რომ ასეთი დიდი გალობლებისთვის გათვლილი სივრცე, გასაგები ამ ხელატაძარი არც გვაქვს სხვაგან, მაგრამ
ყველა ტაძარში ვერ დავიკვეხნით, რომ გვაქვს ეს სივრცე მგალობლებისთვის, ხო და აქ სპეციალურად და ცალსახად ალკენიშაა საკურთხევლის საპირისპირო მხარეს დასავლეთით. და ან გალობლების ნაწილს ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო ამ შემთხვევაში, რომ გალობლები ყოფილიყვნენ კომფორტულად ამ შემთხვევაში. და პლუს შესასვლელის თავზე განთავსებაც აკუსტიკურად და სწორია, ხო ალბათ. და შემდეგ უკვე ცოტა აკუსტიკურად ცოტა ხელა სივრცეა, რომ რამდენიმე წამი გრძელდება, რომ დაამთავრებს საგალობლოს ცოცხალ შესრულებას, ეს რამდენიმე წამი მიდის და იქ მერე დაყენდა კონკრეტული აპარატურა, რომელიც ამ ეკოს უფრო სხვანაირად აბალანსებდა და ასე შემდეგ, რომ მსმენელისთვისაც ყოფილიყო და მრევლისთვის კომფორტულად ეს ყველაფერი და გაეგოთ რას გვალობდით. სიტყვა გაეგოთ, მუსიკა გაეგოთ და ეს ყოფილიყო შემთხვევაში საინტერესო. თავად გალობის ისტორია მოგეხსენებათ, რომ არის ძალიან რთული ქართული გალობის ისტორია, ჩვენ აი გალობის კუთხით დავიწყეთ პატრიარქის დამოკიდებულებაც უკვე ყოველთვის ცნობილია გალობის მიმართ და მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს ისტორია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ყველა კუთხით, პატრიარქი 54 წლის იყო, როცა პატრიარქად ეკურთხა და დღემდე აი ეს დიდი ისტორია, რომელსაც თავად ეძახდა მზიან ღამეს, რომელიც აუცილებლად გათენდება, ასე ამბობდა, ეს მზიანი ღამე მარტო არ იყო ეს პერიოდი, რომელიც მან პატრიარქობის პერიოდში განვლო. ეს არის მთელი ქვეყნის ისტორია, აი ეს დიდი ტკივილი, ის დიდი სიმძიმე ამ შემთხვევაში, რაც მის პატრიარქობამდე მოვიდა, რომელიც აისახებოდა ეკლესიური კულტურის მხრივ არსებული პრობლემებით, საეკლესიო ცხოვრებით, ერის ცხოვრებით და სიმძიმეებით, გალობის აღდგენის მხარდაჭერით, ქართული სტილის გალობის დაბრუნება გაცეცხლება, ეს არის მნიშვნელოვანი. საერთოდ, ნუ ხა მოგეხსენებათ, რომ ქართული გალობა, რა თქმა უნდა, როგორც კი მართლმადიდებლობა საქართველოში შემოვიდა და დამკვიდრდა, აქედან იღებს ქართული გალობის ტრადიციაც, რა თქმა უნდა, რომელსაც აქ საფუძვლად და საყრდენად დახვდა ქართული ხალხური სიმღერის, რომელიც ქართული ხალხური სიმღერა ჩვენ წელთაღრიცხვამდე კიდე მე-7 საუკუნეში, რომელიც აქ დახვდა ბურჯად. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ამის ზუსტი ამ შემთხვევაში ზუსტად თქმა პერიოდის ზუსტად რთულია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია იმ წერილობით წყაროებით ვიხელმძღვანელოთ და ასე შემდეგ. სავარაუდოდ ბიზანტიური გალობის მსგავსი იყო გალობა, შემდეგ უკვე მე-6 საუკუნეში ცნობებია, რომ ქართველები გალობენ ქართულ ენაზე, აქ უკვე ჰიმნოგრაფიული ნაწილი შემოდის და მოგეხსენებათ, რომ გალობის და ჰიმნოგრაფიის კუთხით სინასმთა, იერუსალემი და ოკლარჯეთის დიდი სამონასტრო კომპლექსები, სადაც გადიოდა ძალიან დიდ სწავლებას ამ შემთხვევაში დიდი მამების ხელში გადიოდა ეს ჰიმნები, ჰიმნოგრაფიული მასალები, აი იხვეწებოდა, იწერებოდა, ითარგმნებოდა ბიზანტიურიდან და შემდეგ უკვე ჩვენ მე-11 საუკუნეში იონე პეტრიცის ცნობა არის ასეთი, რომელიც უკვე ასახელებს სამი ხმის სახელწოდებას. მრავალხმიანობას ამ შემთხვევაში. მზახრ პირველი ხმა, ჟირ მეორე და ბამ არის ბანი. აქ უკვე გასაგები ხდება ის, რომ ქართული მუსიკალური აზროვნება შემოდის საეკლესიო მუსიკალურ კულტურაში ამ შემთხვევაში. მე მოვდივართ საუკუნეების განმავლობაში ძალიან რთული გზა გაიარა სიმძიმეები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა, მე მოდის უკვე ავტოკეფალიის შეჩერების, გაუქმების წელი, სადაც ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ ენაზე ლიტურგიის აღვლენა შეჩერდა და იქ შემოვიდა უკვე რუსული ენა. რა თქმა უნდა, ქართული გალობაც გაჩერდა. და დაიწყო პარტესიული გალობის შემოტანა. კომპოზიტორების მიერ შექმნილი რუსულ, ასე ევროპულ ყაიდაზე შექმნილი საგუნდო ნაწარმოებები. მეტი საერო ელფერის ნაკლები სასულიერო სიღრმე. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სასულიერო პირი შეგვიძლია ვახსენოთ, ვინც ჩართული იყო ქართული გალობის აღდგენის, დამკვიდრების, სიცოცხლის ფასაც დაუშვდა ამ ადამიანებს ამ საქმეში მონაწილეობა
თუმცა მოვიდით პატრიარქის აღსაყდრების დღემდე და პატრიარქი თავად ამბობს პირველივე დღეს, რომ ის ჯვარი, რომელიც მას უფალმა დააკისრა, ის უნდა ზიდოს მან. ეს ყველაფერს მოიცავს. საერო და საეკლესიო კულტურის მხრივ ცხოვრებას იმ ძიმე ჯვარს და წარმოიდგინეთ, თორსა პატრიარქის აღსაყდრება მოხდა საპოლიციო რეჟიმები ამ შემთხვევაში მაქსიმალურად კეტავდნენ სივრცეს, რომ იქ ხალხი არ შესულიყო ახლოს ამ შემთხვევაში რიცხოვში. მაგრამ ხალხმა გაარღვია ეს კორდონები და პატრიარქმა დაინახა პირველი ნიშანი იყო ფაქტიურად, რომ ხალხს უნდა ეკლესიაში მისვლა და უნდა უფალთან თავის სიტყვის მიტანა. და პატრიარქი იქცა ამის იმედად. დაიწყო ქართული საგალობლების აღდგენის ნაწილი. იქ მეუფე იოანე იხსენებს, რომ როცა ჟღერდა ტაძარში აი ამ სტილის ევროპულ რუსული სტილის საგალობლები, ხალხი როგორ ხმაურობდა ეკლესიაში. ერთმანეთთან საუბრობდნენ, უფრო ქაოტური სიტუაცია იყო აი ამ სივრცეს აღწერენ ამ შემთხვევაში და როგორც კი იწყებოდა ქართული ტრადიციული საგალობლები, იქ უკვე მრევლი იწყებდა ამის მოსმენას. ამიტომ მაქსიმალურად ყურადღება მიექცა ქართული ტრადიციული გალობის აღდგენას, თავად პატრიარქს ძალიან უყვარდა მუსიკა, ქართული საგალობლები, უკვე ამაზე ვისაუბრეთ და პირდაპირ, ასე ვთქვათ, ჩვენ გვახსენდება შემდეგ სინოდის განჩინება, როცა ითქვა და დაიწერა, რომ ქართულ საეკლესიო ცხოვრებაში, ქართულ ტაძრებში, მონასტრებში უნდა ჟღერდეს ქართული კანონიკური ტრადიციული საგალობლები და არაფერი სხვა. წარმოიდგინეთ, პატრიარქმა ჩაიბარა დაახლოებით 50-მდე ტაძარი პატრიარქობის პირველივე დღიდან. ეს 2000-ზე მეტი. და ის ტაძრები როგორ მდგომარეობაში იყო, კიდე სამკე თემაა. და ის ტაძრები კი ბატონო. ალბათ თიძე ჩამოსათვლელია ამ შემთხვევაში. ეს ციფრები ამბობს ყველაფერს აბსოლუტურად. 3000-ზე მეტი სასულიერო პირი არის დღეს. რამდენიმე ეპარქია. ახლა უკვე 46 ეპარქია. თან პატრიარქის პირველი წლებიდან განსხვავებით ყველა ეპარქიას ახლა ეპისკოპოსი ყავს და პატრიარქი არ არის ყველაფერი. რა თქმა უნდა. ყველაფრისას ვთქვათ ეპისკოპოსი ძალსახად. ეს არის აღორძინება ქართული სასულიერო ცხოვრების, ეკლესიის, სადაც აი მრევლი, რომელიც იკრიბება ტაძარში და მოდის იმედით. იმ იმედით, რომ მისი განსაცდელი, მისი განცდები, მისი დამოკიდებულება რაც ის ფიქრობს და როგორც ფიქრობს და რაც უნდა რომ უფალს უთხრას, აი იმ სივრცეში ეს ნამდვილად ასე იქნება. და აი ამ იმედს აძლევდა უწმინდესი, რა თქმა უნდა. მიშო, ჩვენ სამწუხაროდ ხო, თქვენ ისტორია საგალობლის ქრონოლოგია და ქართული მუსიკალური კულტურის საკმაოდ საინტერესოდ და მოკლედ და გასაგებად აღწერეთ და ქრისტიანულ, კონკრეტულად მართლმადიდებლურ სამყაროს აქვს თავისი ხელწერა და აი ამ მართლმადიდებლურ სამყაროში ქრისტიანობის მიღებიდანვე ქართული ხალხური სიმღერის არ იყოს ის ქართული დიდი კულტურა, რომელიც დახვდა ამ ყველაფერს, ახერხებს იმას, რომ ასე ვთქვათ, ითავისებს და მართლმადიდებლური არქიტექტურული ტაძრის არქიტექტურული სახე სხვა ქართულია, ფრესკია სხვა ქართულია, ხატებზეც და საგალობელშიც აისახა ეს ყველაფერი. უბრალოდ მიმყავს საუბარი იქითკენ, რომ ამ ადამიანმა, რომელიც გახდა საერო პირი, პირველი საერო პირი და სასულიერო თვალსაზრისით იყო მისი მთავარი ღვაწლი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც
გენეტიკური მეხსიერებაც კი მიძინებული იყო, დავიწყებულს ვერ ვიტყვი, ხო? აი მიძინების პროცესის გამოფხიზლებაში მხოლოდ სასულიერო თვალსაზრისით კი არის მოქმედა, არამედ ჩვენი განსაკუთრებული კულტურული სიღრმისეული სიფაქიზის წინ წამოწევაში მიიღო მონაწილეობა, ხო? ყველაფერთან ერთად და აი თქვენ ახლა სიტყვა იმედი ახსენეთ და მაშინ როდესაც ამ ადამიანმა მართლა ეპოქა შექმნა და ეპოქალური ადამიანი იყო და ბევრისთვის რთულად აღსაქმელია ის რომ ამ ქვეყნიდან იგი წავიდა. აი ეს რა არის მთავარი იმედის ძაფი, რომელიც ამ ადამიანმა დატოვა და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იარსებებს დიდხანს. ნახეთ პავლე მოციქული ბრძანებს, რომ მე დიდთან დიდი ვიყავიო, პატარასთან პატარა ვიყავიო. ანუ ყველა ადამიანთან იმ ადამიანის მსგავსი ხდებოდა. მის ენაზე საუბარი. იმიტომ რომ მას უფლის სიტყვა მიეტანა იმ გასაგებენაზე და ისინი მieყვანა უფალთან ამ შემთხვევაში. ეს ურთიერთობა ყოფილა. პატრიარქის ესეთი პიროვნება იყო, რომ ნებისმიერ არ არსებობდა, რომ ვინმეს ეგრძნო მისგან, რომ ის იმაზე დიდია, ასე შემდეგ. ეს უშუალობა. აი ბავშვებთან ურთიერთობა, ბავშვებს როგორ აძლევდა იმედს. სნეულებაში მყოფ ადამიანებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, ვისაც პრობლემა და გასაჭირი ჰქონდა, მათთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, დიდებულებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა, როგორ აგრძნობინებდა მათ, რომ დაბლა უნდა დავეშვათ ამ შემთხვევაში. აი ეს იმედი ყველა ადამიანთან ის პოულობდა იმ ენას, რომ ისინი მის გზას გაყოლოდნენ. ოღონდ ეს არ ხდებოდა სიმკაცრით, ეს არ ხდებოდა რაღაცა კონკრეტული ისეთი მითითებებით, რომ ადამიანს მე ეთქვა, რომ არა, მე ამ სივრცეში არ მინდა, მე სხვანაირად ვფიქრობ. როგორც კი მასთან ერთად იქნებოდი, აი ხდებოდი უცებ ბევრად უკეთესი. აი სხვანაირი ხდებოდი ადამიანი. სიკეთით რაღაც გული გითფებოდა, ადამიანები რო გამოხვიდოდი და წამოხვიდოდი იქიდან, აი მახსოვს რა, როგორც კი რეპეტიციის მერე ავიდოდით მან ერთთან ლიტურგიის დროს, ან უბრალოდ სტუმრები იყვნენ, პატრიარქის სივრციდან რომ გამოვდიოდით, აი ვიცოდით, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და კარგად არის. აი ესეთი განწყობა, შეიძლება სიტყვაც არ ეთქვა იმ მომენტში, შორიდან გეგრძნო. და ენერგეტიკას ეთქვა. შორიდან გეგრძნო ეს ყველაფერი. და აი ეს დიდი იმედი, რომელიც იქმნებოდა ყველა ადამიანში, ეს იმედი არ იყო უბრალოდ იმედი, რომელიც აი რაღაც რჩება და ფიქრობ, რომ ასე ეს იყო აი ხელშესახები ემოცია იყო ამ შესახებ, რომელიც დღემდე მოყვება. აი ჩვენ ხედავთ, ხო, პატრიარქი ჩვენს შორის აღარ არის, მაგრამ რამხელა ძალა აქვს, რომ არა მარტო ერი გაერთიანდეს ისევ, რომ ძალიან რთული პერიოდები გავიარა. ბოლო წლებშიც რომ ამას პატრიარქი როგორ ნერვიულობდა, ხო? ვინც შედარებით ვიცით ეს განცდები. შეიძლება არც არაფერი ეთქვა უბრალოდ, მაგრამ მისი განწყობა იყო თავიდან ბოლომდე ლოცვაში. მე ფაქტიურად არ ეძინა ამ ადამიანს. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ პატრიარქი არ იძინებს. ის ზის ტახტზე და ლოცულობს. ლოცულობს თავისი ქვეყნისთვის, ერისთვის, იმ განსაცდელებისთვის, იმ ხალხისთვის. ადამიანებს სულ ეუბნებოდა თქვენ უნდა დაბრუნდეთ საქართველოში. ასული ვინც იყო. თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ და თქვენ ქვეყანას გამოადგეთ. როგორც კი გაიგებდა, რომ აი უწმინდესო გთხოვთ დავლოცოთ, იმიტომ რომ ხვალ მიემგზავრება რაღაც რამდენიმე ხნით ესე უნებოდა. ხომ დაბრუნდებით, თქვენ ქვეყანას ჭირდებით. და ის ყოველთვის ამბობდა, რომ აუცილებლად დაბრუნდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები. მეც და ჩვენ მეგობრებსაც საკმაოდ ბევრი პოლიტიკური ფიგურა გვინახავს, როგორც ქართული, ასევე უცხოელი საპატრიარქოში. და საკმაოდ ესეთი პრობლემური, ასე ვთქვათ, საკითხების გადასაჭრელად მოსული ადამიანები, რომლებსაც საერთოდ სხვა განწყობით ხვდებოდა.
მე გთხოვდა გალობას, მოასმენებდა ქართულ საგალობლებს. ის ადამიანები იქიდან გადიოდნენ მერე და ეს ყველაფერი იყო უკვე მოგვარებული, დაალაგებული და ის პრობლემები აღარ არსებობდა იქ. აი ეს შეეძლო პატრიარქს რომ ერთი შეხედვით, ერთი პატარა სიტყვით შენი გული გაეთფო და შენ იმ წუთშივე უკვე იცოდი და ფიქრობდი იმას, რომ აი იქიდან რო გახვალ, შენ უნდა იყოს სხვანაირი და შენ უნდა იყო ბევრად უფრო უკეთესი. არაფერი არ არის მატერიალური, არანაირი ინტერესი. ეს ყველაფერი უნდა გადადო და შენ გულში უნდა ჩაიხედო და ისე უნდა ემსახურო შენ საქმეს, შენ მეგობარს უნდა ამოუდგე გვერდით. ამას არ ჭირდებოდა განსაკუთრებული ფიქრი, რომ შენ უნდა გაგეკეთებინა. ეხლა მე პატრიარქთან ვიყავი, ხვალ დავფიქრდები ეხლა რა მითხრა პატრიარქმა და მარტივად ხდებოდა ეს ყველაფერი მასთან ურთიერთობის შემდეგ და ადამიანები უკეთესები ხდებოდნენ. და ახლა გვანახებს მისი გარდაცვალება, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ უკეთესები. სხვანაირად არ გამოვა. სხვანაირად ვერ გაგრძელდება. ისე თუ ჩვენ პატრიარქის ის ემოცია არ გადავეცით ჩვენ მომავალ თაობებს. აქ ამაზეა საუბარი, ხო? ეს გვინდა რომ გადავცეთ და ამითი რაღაცნაირად ჩვენი ქვეყანა გავათფოთ და ის ძიმე და სტრესული მომენტები, რომელიც ჩვენ ქვეყანას უდგას ხშირად, იმასაც ესეთი პატრიარქისეული სიყვარულით და დაფიქრებით და იმ თავდაბლობით და სიჩუმით უშველოთ და არა ერთმანეთის რაღაცა კატასტროფული ასე ვთქვათ, ხო. ამიტომ ეს არის დიდი იმედი. იმედი, რომელიც კვლავ მისი მიცვალებით კვლავ ასე ვთქვათ გაღვივდა კიდევ, არც არ წასულა, მაგრამ აი დავინახეთ, რომ უფრო გაღვივდა ეს ყველაფერი და ჩვენ მოგვიწევს ახლა ამ რეალობაში ცხოვრება. 2 დღის წინ საქართველოს ხვანაირი იყო, 2 დღის იმ წუთიდან საქართველოს არის. დაახლოებით 2 დღე ნახევრის შემდეგ უკვე საქართველოს. მე ალბათ ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული მომენტი ახლა დგას იმ პიროვნების წინაშე, რომელიც მომავალი პატრიარქი გახდება. კი, ეს ცალკე თემაა და მისი პასუხისგებლობა, მისი ტვირთი, ის მადლი, რომელიც უწმინდეს აქვს, დარწმუნებული ვართ ყველა, რომ ჩვენ ქვეყანას ეფინება და მისი ძალა ალბათ ახლა უკვე უფალთან სხვა სიახლოვით ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომა კიდევ სხვანაირი იქნება ალბათ და ჩვენი არის. კი ბატონო, მადლობა მიშო სტუმრობისთვის, ამ სიტყვებისთვის და ერთს აღნიშნავ თქვენ ახსენეთ აფხაზეთი და სამების ტაძრის აგება და მახსოვს 2003 წელი იყო, როდესაც ძალიან ტაძარი რაც არის სიმაღლეში და ახლობით იმის ნახევარ თუ არ ვცდები სიღრმეშია ქვევით და იმ ტაძარში მიწისქვეშაც ტაძრებია. კი ბატონო. და თუ არ ვცდები ჯამში 12 დიდი თუ პატარა ტაძარია. და ქვევით როდესაც კურთხევის დღე იყო, ძალიან ბევრი ხალხი იყო და როგორღაც მოვახერხე და აღმოვჩნდი სულ ქვევით და პატრიარქი იქ იყო და თქვა რომ ქვებზე ამოკაწრეთო სახელებიო და ამ ტაძრის დიდი ტაძრის საძირკველში ჩატოვეთო და მათთვის რაც გინდათ ღმერთ შესთხოვეთო და იქ მოიტანეს იერუსალიმიდან მიწა, იქიდან მიწა და როცა ახსენეს ეს აფხაზეთის მიწა არისო, იქიდან გადმოვიდნენ მე მგონი მამები და გადმოიტანეს და თვალები გაუბრწყინდა. ჩვენი მიწა, ჩვენი ტაძრის ქვევით და ახლობით ესეთი განცდა იყო და შემთხვევით არ ერქვა ამ ადამიანს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დღეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის გარდა ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი და ესეც როგორი პოლიტიკური მომენტი იყო და იმედი მაქვს რომ მისი ეს მცდელობა და ლოდინი მისი არ ყოფნის მიუხედავად ახდება საქართველოსთვის. მადლობა კიდევ ერთხელ სტუმრობისთვის და განვაგრძოთ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში მუშაობას დროებით.